Box. ჭიდაობა. MMA. Box. პირველი რა თქმა უნდა ვიტყვით გახურებით. გახურება აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის წინ. თუ ტრავმები რა ავირდოთ თავიდან. ეს გვერდითი მოძრაობები, პატარა კომბინაცია გავისროლე. შემდეგ ეს წრიული მოძრაობა წერისთვის ძალიან კარგია, თან ბოქსში როგორ ჭირდება ვიცით. Also, გახურება არ განთავებულა და უკვე გლარევა. ბოლოს არ მომიგენია. Aki გადავედით უკვე ჩრდილთან ორთაბრძოლა, ნახეთ რა სისulis ეს ბეჭი, ნახეთ. აქ ცოტა მუშაობთ გრუშასთან. საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, რამოდენიმე რაუნდი. აქ ბიჭების ფოტოშოთი ძალიან მაგრებენ. ახეთ რა აჩქარება არა, პროფესიონალიზმია. და აქ უკვე უბრალოდ წაშლილი ვიყავი. ჯერ კიდე ნახევარგზაზე. აქ რამოდენიმე კომბინაციაზე მუშაობდით, თან ცოტა ძალასაც ჩავთავდი ხოლმე, რაღაც ახალგაზრდობა გავიხსენეთ. აი გოგისთან კი უკვე სიზუსტეზე ვიყავით, უფრო აქცენტი ჰქონდა სიზუსტეზე, ხების სწორად გაქნევაზე, სწორად დარტყმაზე. ამიტომ იმდენად ძალას აღარ ვდებდი რა. ბოლომდე გავიწვი. ამხელა უფლის დაღურის შემდეგ კიდე ბოლოს ფიზიკურები იყო. კაი ცოტა წავისაჩქავე რა ხდება. და არ დაიავიწეთ მეგობრებო, ეს კიდე პატარების ჯგუფია. ჯობია მოვასწრო სამ ლაპარაკი შემიძლია. ერთ-ორ კითხვას დავუსვათ. ბექა, უმაგრესი ადამიანი, უმაგრესი ტრენერი. ყველას გირჩევთ აქ მოსვას. პუშკინის 24 ნომერი. მაგარი დარბაზია, მაგარი ხალხია. ერთი კითხვა მინდა კიდე დაგისვა რა. დამწყებებს რას ურჩევ, აი რომ მოვიდნენ აქ რა. ზოგადად დამწყებებს და იმ კატეგორიას, ვისაც აქვს ამ სპორტის მიმართ, კრივის მიმართ ინტერესი, ურჩევ მოვიდნენ, გაეცნონ ამ სფეროს, რადგან კრივი არ არის მხოლოდ ორთაბრძოლა, კრივი მოითხოვს უდიდეს შრომას, არის ასევე უდიდესი კარდიო, სადაც ჩართულია ყველა კუნთი, თანაბრად მუშაობს და ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი სპორტია. ამიტომ ურჩევ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ინტერესი, მოვიდნენ, გამოცადონ და ამავდროულად მიიღებენ უდიდეს სიამოვნებას ამ სპორტში. ეგ ნამდვილად გამოვცადეთ უკვე რომ ეს უბრალოდ სპორტი არაა და ანჯვა და კიდე წინ გველოდებო მეგობრებო, ლაპებზე აგვიყვანს ბექა პირადად და დაელოდეთ. მადლობა. მეგობრებო, ელოდებით ყველა. ჭიდაობა. ცოტა დავაგვიანეთ მეგობრებო და ვიწევს. არტო გახურება.
რავი, ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, მაგარი დარბაზია ძალიან. ყველაფერი არის. მებრძოლს რაც სჭირდება, ზოგადად ათლეტს რაც სჭირდება. და ეხლა შემოგთავაზებთ ექსტრემალურ ნომერს. ვცდილობთ. ჩვენი მოგრესი ადამიანი, ჩვენი ჩემპი დავითი, დღეს გაგვიძღვება ცოტა დავაგვიანეთ. მოსვლა და გახურდნენ რა. დღეს აგვიხსნის ბილეთებს, ვარჯიშებს, განძლეობისთვის და ტექნიკის განვითარებისთვის რა. წავიდა ტექნიკების განხილვები და პირველი დამწყებებისთვის იქნება მეგობრებო. ეს არის აჰა. ელი შიგნით. ო. აჰა. აჰა. და ეს შიგნით, ხო? გამოართო. ესე, ეს აქ უნდა დაგცეს ხელი? ეთქოლე? და ეს, ხო? და აქედან მე ვატრიალებ. მომიციცის მაგრა ეს დაცვა და რაღაცა. მაგას მომენტს რა, ნერვს პოულობ მაგის რა. ო. ოპა. აუცა, ხელოვნება. დამწყები ვარ. აი, ახლა მათ ჩვენ შენი საყვარელი ლეთ. დავაი, ოღონდ თხილად. აღარ მინდა. ეს მიგალაშვილის საყვარელისა. ჩემი. სამი ერად გავშ. ზეგურას მეკში, მოჭიდავება ყველაფერი გამძლეობა, სისწრაფე, აფეთქება. ნუ კუნთმაც ფორმა არ უნდა დაგარგოს, ელასტურობის ხარჯზე. კაჩი ვარ. ზოგა. ესე. ვა. ინდახა. ხო. ეგ მაგას ახლა დარწმუნებული მე ვერ ვიზამ ახლა მას. არა, სუბოქი წონა 16 კილო. ესე? და მეორეც თუ იმის ხარჯზე, აფეთქების ხარჯზე უნდა აკეთებ რა. ეს ჩაგვაქვს. ორივე ერთად? ორივე ერთად ეგეც? ხო. ოკ. ვა, ასე ხარ ამ ხელა განსხვავდება ვარჯიშები? ხო. აუი. ხო. ნახე ბრო, ნახე ეგრე. ეს არ უნდა გამოგვეჩინა, ხო? ტურნიკის ამბავი უფრო ფეთქებაზე ხო ხარ? ხო. არა, ტურნიკი ჩემია, ხო ვიცით, კაროს მოსახა ხელი მტკივა. ის ხო იმენა, სხეულით აძლევ ძალას რა. ახოთ აბა. ანუ მე რო გავაკეთებ ენა სრულიად განსხვავდება იმისგან რა. აქ უფრო მთლიანი სხეულია ჩართული და მე ხელის ძალის ხარჯზე ვაკეთებ. და რა მაინტერესებს კიდე იციან, დამწყები ვისაც უნდა სპორტი, ზოგი ვერ ბედავს, ზოგს ხო იცი დაწყება შიშია, კაროჩი. ანუ მაინც რას ურჩევ რა მაგათ რა. დამწყებებს იმას ურჩევ ჯერ მოვიდნენ. პირველი ნაბიჯი გადმოდგა. ის რომ არის ჭიდაობა, მიყვნენ ტრენერის ანუ ტრენერს მიყვნენ რა, ტრენერის დავალებებს და თავით შეუყვარდება ჭიდაობა. და მე ვეღარ მოწყდნენ ახლა. ნუ რას ურჩევ რა, დისციპლინა მთავარია, ყვება, ყველაფერი რა. უფრო პირველი დისციპლინა და რეჟიმი, რომ იმის გარეშე არაფერი არ ხდება. ზოგადადაც ეგრეა მეგობრებო ცხოვრებაში, რომ თუ რაღაც საქმეს ავირჩევთ,
უნდა მივყვეთ მაგას ბოლომდე რა, დისციპლინირებულად და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ჩვენ სასურველ მიზანს მივახციოთ რა. მეგობრებო, უღრმესი მადლობა რომ აქ იყავით. დათოს უღრმესი მადლობა და დარბას და აღწერაში იქნება აუცილებლად ყველაფერი, შენი Instagram-ის შემოძნაო დარწმუნებული ვარ დაინტერესებ ხალხს და ჩემპია და აუცილებლად ადევნე თვალი რა დათოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მომავალია და რა ვიცი, წარმატებებს უსურვოთ ჩვენ მას. მადლობა, უღრმესი. ეხარე, გამოგივლით კიდე აუცილებლად რა. ეხა. всё? მიდი. გამოიწერეთ ანრის სახე. გამოიწერეთ ანრის სახე და ლაიქი. გამოიწერეთ ანრის სახე. Taekwondo. Omijos. Ani bavშვება დამკვიდრდნენ გამოგიწერო და ისო დაფიქრეთ. Დაგას რომ ქონია ისე. Ათი. საფსოი როგორც იქნება. დაგიძოხა. გეითვალე. თავდაცვის მომენტზე ბოლოს რასაც უძახით ჩვენ, აი შეხების მომენტზე. რეაქცია მე და სულ თავისუფლად. 1 2 3 დაჭირდა ხო სადაც დარტყმა დაბლოკა. ეხლა იმ მომენტზე ვიყენებ ძალა და ენერგია. ხო, აბეთქება. არედა, აი მარჯვენა ფეხი დავარტყათ, მარჯვენა მხრიდან ამოვიტანოთ, მარცხენა ფეხი, მარცხენა ფეხი. უბრალოდ, sorry. სამი. მოძრა. აჰა. Tanto. აი მოდრო. თავისუფლად იმოძრავე. მოგებით და ეხა პატარა ინტერვიუს ჩავწერთ წვრთნელ ზადაზასთან, ძალიან მაგარი ადამიანი, ყველას გირჩევთ ტაიკვანდოზე აქ რომ მოხვიდეთ, ძალიან მაგარი გამოცდილება იყო და ვისი ამოვნე ძალიან პროცესით რა, ძალიან დამღლელი პროცესი იყო ამ ყველაფერთან ერთად რა და ერთი კითხვა მაქვს ეხა რა, ნუ დამწყებებსაც ურჩევდი რა, აქ რომ მოვიდნენ, ივარჯიშონ რაღაცა. მოგესალმებით ყველას, ნამდვილად სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, სტუმრობა. ასევე. და რა ვიცი, ჩვენ ყველა ახალგაზრდას მივესალმებით, რომელიც მოვა დარბაზში. რასაც ქვია სპორტული დარბაზი. მithumetes სპორტი მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ რაღაცა მედლები მოვიპოვოთ, ჩემპიონები გავხდეთ. რა თქმა უნდა, საამაყოა, სასიხარულოა, როცა ქართულ დროშას ავწევ, ზევით იმს გავაჟღერებ. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ჯანმრთელი თაობა გყავდეს. ჯანმრთელ თაობაში უკვე ჯანსაღი სულიც არის და მოკლედ არის თვითონ ქვეყანა, სახელმწიფო ერი, როდესაც ჯანმრთელია, უკვე მიდის წინსვლა, პროგრესია, ყველა უკვე აზროვნებს როგორ ვიცხოვროთ მომავალში და რაღაც მებრძოლის სული რო ვიძახით არა, მებრძოლის სული რა არის, ესე იგი თუ ჯანსაღი ცხოვრება არ გვაქვს, მოთხოვნა არ გვექნება ჩვენ წინსვლის გამიგეთ, უნდა იყოს ყველა თაობა, უნდა აღიზარდოს მოკლედ წინსვლისთვის, რასაც ქვია და ჯანსაღი წინსვლისთვის. დარბაზში ვინც ხო საერთოდ ჩვენ ინსტრუქტორები ესე ვთვლით, ყველა ბავშვმა, ყველა მოზარდმა თაობამ უნდა ივარჯიშოს, რომ ყველა აღიზარდოს ჯანმრთელები და ყველა მიცოდეს თავდაცვა.
ქართველი კაცი მანდილოსანი საერთოდ გამოირჩეოდა ყველა ქვეყნიდან სოფლიოსგან, რომ ყველა შეეძლო თავდაცვა, საქართველოს ყოველთვის იყო ბრძოლის ქვეშ და იცავდა თავს, სხვებისგან დახმარებით ყოველთვის ღალატში იყო, ყოველთვის ღალატობდნენ და უწევდა მტერთან პირისპირ. თუ კი არ იქნა სულში სიჟანსაღი, მაშინ ბრძოლასაც აზრი არ აქვს და იქნები სხვისი მონები და მონები რო არ ვიყოთ, ამიტომ ჩვენით ვიბრძოლოთ და ვივარჯიშოთ. გაიხარ, უღრმესი მადლობა. დიდი სამებით გესტუმრებით კიდევ ერთხელ. აი, ხარეთ. აბა კარგი. გაგვახარებ. გაიხარ. ახალგაზრდების ყოველთვის სასიამოვნო. გაიხარ. აბა MMA. მოგესალმებით მეგობრებო, დადგა MMA-ის დროს და სად მოვიდოდი თუ არა ჩემს საყვარელ დაბაში, დიჩინი, რომელიც იმყოფება სპორტის სასახლეში. ახეთ ამდენი არის აუგუსტა და ყველა რო დაგეშელია ეს საჩხუბრად და სასწრაფოდ. ეს სხვანაირი განწყობაა რა. ყოველთვის მიხარი აქ მოსვლა და ყოველთვის ჩემი სახლივით იქნება რა, იმიტომ რომ აქ ყველაზე კარგად ვიზნობ. ხი გამოიწერეთ თორე აღარ გადა ვიცი ამაბრაზე როგორც ხედავთ მეგობრებო, ახლა მინდა სიბილთან ორთაბრძოლა და სასწაული ხმები, ეს ხმები რომ ჩაგესმის უკვე ხდები სათხარ. უკვე თავისით მოდის მოხდა. ეს იყო მეგობრებო, მე ბოლომდე ვერ გავქაჩე მოკლედ, სიბილთან ორთაბრძოლა ბიჭებმას 3 წუთი მაქსიმალურად შეასრულეს და მე წუთზე უკვე გათიშული ვიყავი და გადმოვერთე. აუი, მე მაგიდან მიყვარს აქ მოსვლა რა. უფრო გაძლიერებს. აუი. კიდევ უფრო მეტად აკავებს რა. ამიტომ ხარ ვიღებ, უკვე მეორეზეც ვიღებ, საპირისპირო ჯები მოდის შეხვედრაზე ნახე, დავდივარ, ნახე სწავლე. ნახე, წელით ასე არ ვიშვები. ჯები კროსი, გამოვდივარ, ასე ხო კროსი, ვიკი და ლოუ. Da. Ой, папа. როცა სართულებს გურევ, უკვე გულია თან რა. როცა კომბინაციას ვანაწილებ სამივე სართულზე, ეს არის უკვე ყველაზე კარგი კომბინაცია. და ფაიტინგი, ბამ, დავფარე, კარატედან უკვე კროსი, ღვიძლი და ლოუ. ეგა. ცაზე ნახე, ჭირდება მისი ხელების კონტროლი, ხო? ნახე ხელების კონტროლიდან ერთი ხელი უნდა მოვიშორო და თეძო გამოვიტანო, რომ შევქმნა სივრცე, ხო? აი ამ ხელს ვიტოვებ. ან თუ პირიქით ხელს მოვიშორებ, მაშინ საპირისპირო ერთ ხელს ვიშორებ, ერთ ხელს ვიტოვებ. მოძრაობ, ხო? ხედავ? ასეთ ფიზიკურებს ერთად ვერ ნახავთ. ჩემი მაგრესი კაცი, ჩემი ლომი კაცი. ეს არხი გამოიწე.
მინდა ახლა ვიგეთ ბოლოს ფიზიკურია ახლა ანუ ხარ ვიგეთ უპრესია ხარ ამ ბოლოს ფეთქავაგე რამინდოდა ვიშველჩები ეს მაგარია რა გამოცადეთ საკუთარი თავი აუცილებლად და მეგობრებო ახლა მოვურჩით ვარჯიშს და გავესაუბრებით გიორგი დევაძე უმაგრესი ადამიანი პიროვნება და უმაგრესი სპორტსმენი ასევე წვრთნელი აქ კლუბ დიჩინში და ყველას გირჩევთ მოსვლას აუცილებლად აღწერაში იქნება მისამართით და ყველაფერი აბსოლუტურად ახლა გიოს მინდა უთხრა ანუ თვითონ რას ფიქრობ ამ სპორტზე რა უფრო სიღრმისეულად რო ვკითხოთ ყველასთვის ისედაც ასე ცნობილი MMA რა არის გიოსთვისაც რას წარმოადგენს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული თქვენს დაგაინტერესებს პირველ რიგში მოგესალმებით ყველას მინდა მოგიწოდოთ რომ ეს მაგარი კაცი გამოვიწეროთ ძალიან მაგარ კონტენტს აკეთებს ძალიან ბევრ შრომობს დღესაც ბევრი ოფლი დაღვარა და მე ანრის ვიცნობ ისედაც უკვე დიდი ხანია ერთად ვარჯიშობდით ჩვენ და ამ კაც ბევრი ოფლი ცისხლიც ყველაფერი დაღვრილი აქვს ჩვენ ანრის და მაგარი კაცია მაგარ საქმეს აკეთებს ძალიან მიხარია რომ ესეც ცდილობ ახალგაზრდები წაახალისო მე მინდა რომ პირველ რიგში თქვა რომ ჩვენი კლუბი დიჩინი არის ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე დაფუძნებული გუნდი რომელიც ახლა უკვე გადავერთეთ MMA-ზე შევითავსეთ იმიტომ რომ ქართული საბრძოლო ხელოვნება ისეთი უნივერსალური რაღაცა ანრი შენ კი მოგეხსენება ჩვენ ვაერთიანებთ გომში ჭყობისთვის საჭირო ტექნიკას ჭიდაობას პარტერს ну რაც MMA-ში ისედაც გამოგვადგება და ასე გამოდის რომ შევითავსეთ უკვე MMA-ს ჩვენი სპორტსმენები იბრძვიან MMA-ს ტურნირებზე კიკბოქსინგის კრივის ჭიდაობენ და რა თქმა უნდა ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში კრიობაში ხრიდოლში რაც შეეხება ახალგაზრდებს ურჩევ რომ რაც შეიძლება ბევრი იმუშაონ არასოს ვარჯიშები არ გააცინონ და ყოველ ვარჯიშს მოეპყრონ ისე როგორც შეჯიბს როგორც ბრძოლას რა მე ხშირად მინახავს ადამიანები რომ თუნდაც ჩვენი მოსწავლეები რომ მოდიან და გვეუბნებიან რა რომ აი უკვე თითქოს ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნი რომ აი თითქოს ან ცუდი სპარინგი წაუვიდა ერთხელ ან ხო რომ აი როგორი სპორტია ეს იცი აი ცუდი სპარინგი წაგივიდა და უკვე ბევრი კითხვა გიჩნდება რა რომ აი ვარ ესეთი კარგი ანუ არ რაღაცა და ზოგჯერ გონია რომ ასეთ გახარ და ერთ ადგილს ვტკეპნი რა ხელს არ ავარჯიშებ კი ბატონო და მე მინდა ყველას უთხრა რომ უნდა ცადო ბევრჯერ რა შეიძლება 100 ჯერ ცადო და შედეგი ვერ მოვიდეს რა ვერ დაინახო ეს შედეგი და სხვა საჩინო არ იყოს მაგრამ 101 წლაზე უკვე შედეგი დაინახო და ესეთ დროს უნდა გამოვიტანოთ ის დასკვნა რომ ეს შედეგი 101 წლამ კი არ მოიტანა 101 წლამ ერთად მოიტანა რა ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა ვარჯიშს ყველა ილეთს ყველა აზიდვას და საერთოდ ყველაფერს მოვიქცეთ ისე როგორც აი რავი ერთ დიდი მთლიანობის შემადგენელ ნაწილს იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ რა 101 არ მუშაობს 101-ე ერთად ამ სპორტში რა უნდა იყო ძალიან ძლიერი როგორც ხაბიბი ამბობდა ღრმა წყლებში ჩაგიყვანო რა და იქ ნახავ ვინ ხარო ეს ეუბნებოდა მის მოწინააღმდეგეებს და აი იმ ღრმა წყლებში ბევრი მტაცებელი დაგხვდება მტაცებლების სპორტია MMA რა ეს ძალიან ვაჟკაცი ბიჭების და ძალიან ძლიერი ბიჭების სპორტია და შენც მტაცებელი უნდა იყო და შენც ძლიერი უნდა იყო შენ ეს ყველაფერი იცი იმიტომ რომ რინგზე გიჩხუბია ძალიან ამ კაცის ჩხუბის ვიდეოები არის ასატვირთი ეს უნდა მოვითხოვოთ აუცილებლად რა უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ კეიცი კიდე გამოგივლა ეს ძმური ჩახუტება აგერ მადლობა მეგობრებო ვიდეო დასასრულს მიახლოვდა ყველას გირჩევთ აქ მოსვლას არხი გამოიწერეთ მომავალ შეხვედრამდე წინ უფრო საინტერესო რაღაცები გეოლდებათ 3 2 1 ყველას ელოდებით დიჩინში ბოლოს კარგია გაიხარეთ, გაიხარეთ, ზიგრები ხარ.